მიძახდი აქამდე რა, ტრამპის და დენიროს ის მოხდა რობერტ დენიროს შეტაკება ერთმანეთში რა და ამის კომენტარები მინდა რა ვგზნობ რომ ჩემი ქვეყანა მღალატობს გამოვიდეთ ქუჩაში და დავიბრუნოთ ყველაფერი ну მოკლედ მაიდანს ჩალიჩობს ტიპი რა და სახიობი კი არა აი ის არის რა ქვია რა ვიცი რა დავარქვა ამას რა ის მეორე კიდე ის პრეზიდენტი მოსყიდული კორუმპირებული და დაბალი IQ-ს მქონეო არისო რა და სწრაფად უნდა გავამგზავროთ ის საიდანაც ჩამოვიდნენ რა ამაზე საუბრობს და კიდე ორ კონგრესმენზე რა პრეზიდენტი ტრამპი ხო და ესეთი კომენტარი შემხვდა რა რომ ჯერ იქნება ის მსახიობები გაგეძევებინა რომელიც ეფშტეინის ფაილების მიხედვით იმ საშინელ რიტუალებში იღებდნენ მონაწილეობას ბიძია დონალდო და ამ კომენტარის დამწერმა ეთყობა არის ის რომ ეფშტეინის ფაილებში პატიცებული დენიროც ფიგურირებს და ძალიან ხშირად რა ძალიან ხშირად ზუსტად მაგიტომ მქონდა მე აგრესია მისი მისამართით ჯერ იმიტომ რომ იმ თავიდან ჩვენ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყედა აქ რომ სტუმრად იყო და წავიდა რა ძალიან დიდი შეურაცხყოფა და მეორე იმიტომ რომ აჰა ეს არის რა ეს ჩვეულებრივი ის არის რა ქვია პოლიტიკოსის განცხადებები ხო დავიდეთ და დავამხოთ და აუ შევიკრიფოთ და ამბავი რა ეს არის თქვენ დენირო თქვენი ხო და რა გასაკვირია რომ ეს ტიპი აი რაღაც არ მომწონდეს და უსიმპათიო იყოს ჩემთვის და რატო იმიტომ რომ დენიროა და მსახიობია თუ რატო უნდა იყოს გამაგებინე რა ადამიანი როდესაც საჯაროდ პოლიტიკაში ერთვება იმას საჯაროდ პასუხებსაც ცემენ ესე არის ეგ ამბავი თუ არ გინდა ამის ატანა მაშინ არ უნდა ჩაერთო პოლიტიკაში ხო ხო და ეგ არის რა ეგ მინდოდა ამ დენიროსთან დაკავშირებით მე თქვა და მე მგონი მაგი რაღაც ჩარლი ჩაპლინის ბეც გაიზიარებს გამოაცევებენ იქიდან ადრე თუ გვია რა და ზუსტად ეს იქნება გადახდა სამაგიეროს ჩარლი ჩაპლინის რა ჩარლი ჩაპლინი გამოაძევეს ამერიკიდან ნუ წარმოიდგინეთ რა ნუ აი რაღაცა მაკარტიზმი და რაღაც სისულელე კანონი მიიღეს და ამ კანონის ქვეშ დაუქვემდებარეს ყველას რომ ვითომ ყველა ვინც არ მოწონდათ კომუნისტი იყო და გამოაძევეს ამერიკიდან ჩარლი ჩაპლინი ამიტომ რა